ბაჰარი. ბაჰარი რატომ დაბრუნდა? იცი? წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ის გულუბრყვილო და მგრძნობიარია, მაგრამ ის გოგო არ არის, რომელიც საყვარელ ადამიანთან განშორების გამო სასოწარკვეთას მიეცემა. ხედავ? მან შენზე სწრაფად მოინევა. ყოჩაღია. უცნაური ადამიანი ხარ, თარიკ. ასეთი კარგი შანსი გქონდა და ხელიდან გაუშვი. მთელი საღამო ჩუმად ხარ. არავის დაკონტაქტები ხარ. ერთ ადგილას იჯექით წარბებ შეკრული. მისმენ? ყოველად ვლაპარაკობ? კარგი, ესენ დღეს რთული დღე მქონდა. პრობლემებიც ბევრი მაქვს. თუ ასეა წადი და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარე შენი პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოწვევა შენთვის პირველი და უკანასკნელი იქნება. მოდელი ვერასდროს გახდები. გისმენო ჯან. ალო, ჰაზან. შენზე მნერვიულობდი. რაკენი სამკერვალოში მიხვედი? არა. ცოტა ხნით წამოვწექი და ჩამეძინა. რომელი საათია? ოჯან, უკვე ძალიან გვიანია. ოჯან, უნდა გავთიშო, თარიქის მოსვლამდე უნდა წავიდე. კარგი, დროებით. დროებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გმადლობთ, რომ მოხვედით. ნახვამდის. Aysun Hanim, Simgi Hanim. როგორც დაგეგმილი იყო, ხვალ ხომ ხვდებით? რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიგიღებთ. კარგი, ნახვამდის. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ხვალ გელოდებით. თუ ასეა დროებით. ნახვამდის. ვინ არის? რატომ ველოდებით? მინდა ვიცოდე. Simgi Hanimi პოპულარული ბლოგერია, უზარმაზარი აუდიტორიით. ჩემგან ინტერვიუს აიღებს რეპორტაჟისთვის. შენ როგორც ჩემი ქმარი, იმ მომენტში ჩემ გვერდით იქნები. ამიტომ დილით აქ უნდა იყო. ინტერვიუ შენგან უნდა აიღონ, მე რა შუაში ვარ. შენი გადასაწყვეტია.
შეგიძლია არც მოხვიდე. ასეთ შემთხვევაში ბაჰარი ფსიქიატრიულში აღმოჩნდება. კარგი. მოვალ. როგორც ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღე. თუ ჰაზანს ოსჯანთან რომანი აქვს. შეიძლება რომ ჰაზანმა სხვა შეიყვაროს. რა სისულელეს ამბობ? არ შეგვიძლია რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. შენ რა ადამიანი ხარ? თემას ნუცვლი. მშვენივრად მიხვდი, რაზეც ვლაპარაკობ. მივხვდით. შენი საქციელის თუ არა გრცხვენია. ამ უაზრო ლაპარაკით სხვას მაინც ნუ მიაყენებ შეურაცხყოფას. ენა როგორ დაიგრძელე. ყველაფერზე პასუხი გაქვს. ასე იმიტომ მელაპარაკები რომ ოსჯანის იმედი გაქვს. თარიქ უკვე ყველა ზღვარს გადახვედი. აქედან მოშორდი. შეუძლებელია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის კი ჩემი ცოლი. ეს არ მოხდება. იდიოტი ხარ თარიქ. ესენს დაუჯერე და მათ თავს დაესხი. როგორც იქნა სტუმრები წავიდნენ. ბაჰარ, ამ აურზაურში ვერ გკითხე, რატომ დაბრუნდი? მოხდა რამე? ჩემს სახლში რომ ვიცხოვრო, ვინმე ხნებართვა მჭირდება, აისუნ? შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე. ეს არ მეგულისხმია. უბრალოდ წასვლა ასე მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი. გამიკვირდა, რომ დაბრუნდი. რა თქმა უნდა. შესაძლოა პირველი რეაქცია ცოტა ხისტი იყოს. ვაღიარებ. მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ იმან რაც აქ მოხდა ჩემზე არ იმოქმედა. მაგრამ რადგან საქმე აქამდე მივიდა, მივხვდი რომ რაღაცებს უნდა შევეგუო. ის რაც ჩემსა და დემირ ბეის შორის იყო, უკვე წარსულია. ცხოვრება გრძელდება. მე ჩემი გზა მაქვს. მოკლედ, რაც იყო, იყო. და კიდევ, თუ ვინმე ჩემი აქ ყოფნა დისკომფორტს უქმნის, იცით კარი სადაც არის. მე ჩემი სახლიდან არსად წასვლას არ ვაპირებ. ეს დაიმახსოვრეთ.
მე აქ ვრჩები. მე არ საწავალ. სადმე დიხარ? რა შენი საქმეა? რას ნიშნავს რა ჩემი საქმეა? მე შენი ქმარი ვარ და უნდა ვიცოდე. შენ რანაირი ქმარი ხარ? როცა სხვასთან იწექი ეს მაშინ გახსოვდა? როცა ბავშვის ოქროს იპარავდი, ახლა რატომ გაგახსენდა? ჰაზან თქვი, სადმე დიხარ? ჯანდაბაში. რომ შენი უსირცხვილო სახე აღარ დავინახო. თუ საჭირო გახდა ქვეყნის დასალიერში წავა. ვერ შემაჩერებ. ასეა? წადი, წადი. სად წავა? უბნიდან არ სად წავა? ალბათ ნურჯანთან დარჩება. არა უშავს, მალე უკან დაბრუნდება. ამას ნამდვილად არ ველოდი. გადაწყვეტე რომ გამომიწვიო? თუ ჰგონია რომ იმას ამართმევს რაც ბრძოლით მოვიპოვე, იმედი გაუცრუდება. ყველაზე მეტად მისმა მზე რა მიმოქმედა. ისე მიყურებდა როგორც მტერს და მოღალატეს. როცა ბეი მიწოდა, გული საშინლად დამწყდა. მის დასაცავად ყველაფერი გავწირე, ჩვენი სიყვარულიც. მაგრამ მისმა სიტყვებმა გამანადგურა. ამისატანა ძალიან ძნელია. ძალიან. გული ძალიან მდგივა. ძამიკო. დემირ. ძვირფასო. წავალ დეიდას ნახავ. აქამდე თავს კარგად ართმევდი. მაგრამ ბაჰარი დაბრუნდა. თუ ჩვენი თამაშის ჩაშლას შეეცდები, ის დაისჯება. საკუთარი თავი დარტყმის ქვეშ თავად დააყენა, როცა ამ სახლში დაბრუნდა. ბაჰარის ბედი შენს ხელშია, დემირ. თუ მისი ახლოვეს დაგინახავ, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. გასაგებია? ყველაფერი კარგად გაიგე? თუ გონია რომ იმ ყველაფრის მერე რისი გაკეთებაც მაიძულე ბაჰარს ჩემთან ურთიერთობა მოუნდება. მართლა ასე ფიქრობ? ყოველი შემთხვევისთვის შენს ადგილას რომ ვიყო, ამაზე არც კი ვიფიქრებდი. თუ სულ მცირე ეჭვს გაუჩენ, რომ შეთანხმება სასრულებ, ცხოვრებას დავუნგრევ. გასაგებია, ძვირფასო?
Bahar senden korkulu vallahi. ბაჰარ ნამდვილად შეეშინდა, როცა მათ ადგილი მიუჩინა. შენს დანახვაზე ყველას პირი დარჩაღია. თან ისეთი ლამაზი იყავი. Evin gerçek sahibi. ამით ყველას დაანახე, ვინ არის ამ სახლის ნამდვილი მეპატრონე. ძალიან ჭკვიანი ხარ. ამაღად და თავდაჯერებულად თქვი ის, რაც სათქმელი იყო. Sana da bu yakışır. ვამაყობ შენით. ხედავ ბაჰარ, ჩვენ შენ გვერდით ვართ. ამიერიდან თავს მარტო სულად არასდროს იგრძნო. არასდროს. ამ სახლს ერთი ქალბატონი ჰყავს და ის ქალბატონი შენ ხარ. გმადლობ შერებ. გმადლობთ. თქვენ ძალას მატებთ. კარგია რომ არსებობთ. აღარ მოგაცდენთ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. Ben de mutfağa სამზარეულოში წავალ და დავბრუნდები. შერებ. რა იყო პამუკ? შვილო, უნდა დაგელაპარაკო. konu var. რა მოხდა? ჯობსა კი არა, შენს ოთახში ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. წამოდი. გისმენ. Otur oğlum. დაჯექი. Sadece მაპატიე რომ გაწუხებ შვილო. რას ამბობ? გისმენთ? Önce şunu söyleyeyim. ჯერ დამბირდი რომ რაზეც ვისაუბრებთ, ჩვენ შორის დარჩება. დამაინტრიგეთ პამუკანი. Bahar'la sen შენსა და ბაჰარის ურთიერთობაზე უნდა ვილაპარაკოთ. გისმენ ოჯან. ხაზან როგორ ხარ? მიხვედი ატელიერში. ხო, ახლა შემოვედი. სახლში კი თარიქს ვეჩხუბე. წყობიდან გამომიყვანა. ძალიან გამანერვიულა. როგორ ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა? უხაროდეს რომ მე არ დავუშავე რამე. სახლში ისე თავხედურად მოდის, თითქოს არაფერი მომხდარა. ლამის გავგიჟდე. ამისადან აღარ შემიძლია. ერთი სული მაქვს დროზე გავშორდე. ცოტა დარჩა, შეეცადე რომ დამშვიდდე. დღეს რამე ჭამე? არ მიშია. სიმართლე გითხრა, თარიქმა მადედა მაგარგინა. ახლა უნდა წამოვწვე. მე ისე ვილაპარაკოთ ოჯან. ნახვამდის. ნახვამდის. ასე არ შეიძლება. შიერი ვერ იქნები. გახსოვს შერებ. bir ara ერთხელ ბაჰართან დაკავშირებით რაღაც მომეჩვენა და გაგაფრთხილე. Bahar'la ilgili რომ ამაზე arც კი გეოცნება. vermiştim. Sen de hiç öyle შენ გაბრაზდი და მითხარი ეს შეუძლებელიაო. ama მაგრამ დღეს რომ ერთად დაგინახეთ, anladım. მივხვდი რომ ეს შესაძლებელი იყო. პამუკანი. Bir bitireyim oğlum. ჯერ დამასრულებინე და მერე მითხარი. Zaten. Apaçık ortada o. ყველაფერი ცხადია შვილო. ბაჰარი ძალიან გიყვარს. Bak oğlum sakın beni ოჰონდა არასწორად ნუ გამიგებ. არ გსახვედურობ. rahat ol. ამიტომ შენს გრძნობას ნურს დამალავ და ნურს უარყოფ შვილო. Ah be oğlum. შენი თვალები ყველაფერს ამჟღავნებენ.
dans ederken თქვენი ცეკვაც ვნახე. ikiniz öyle çok ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდით. doğru söylüyorum oğlum. Სიმართლეს ვამბობ. ღმერთია მოწმე. Geçmişte düşündüğüm gibi düşündüm. ახლა ამ საკითხზე ისე არ ვფიქრობ როგორც ადრე. O zamanlar şartlar მაშინ başka. სხვა გარემოება იყო. O yüzden eğer ამიტომ თუ მართალი ვარ, მითხარი და თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს ვიყონებ შვილო. მართლა დამეხმარებით? Ne yapmayayım be oğlum? რადგანაც არა შერებ. Evladım gibi. Elim ბაჰარი ჩემთვის შვილივითაა. bu hayatta ის ხომ მე გავზარდე. başka hiçbir şeyin önemi yok. მისი ბედნიერება და ჯანმრთელობა ჩემთვის უმთავრესია. Daha fazla üzülmesini istemiyorum. არ მინდა ის მუდმივად იტანჯებოდეს. Bu hayatta kimsesi ამ ცხოვრებაში მეტი არავინ მყავს. Şunun şurasında ne kadar ömür დიდი kaldı. ხნის სიცოცხლეც არ დამრჩენია. Senin gibi თუ მეცოდინება რომ ბაჰარი შენ გვერდითაა, იმ კაცის გვერდით, რომელსაც უყვარს და იცავს, მშვიდად მოვკვდები. benim de gözüm arkada kalmaz. მისი დარდი აღარ მექნება. O yüzden saklamanı, და gizlemeni. სამალი არაფერი გაქვს. შეგიძლია გულწრფელი იყო. Neyse kalbindeki. ყველაფერი გამიმხილე. მე კი მოგისმენ. ყველაფერი ასია პამუკანი. უკვე ყველაფერი თქვით. გინდათ ჩემგან გაიგოთ? დიახ, დიახ. ბაჰარი იმ დღიდან მიყვარს, როცა პირველად დავინახე. ნუ დარდობთ. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, მასზე ყოველთვის ვიზრუნებ. მთელი სამყაროც რომ ჩვენი წინააღმდეგი იყოს ბაჰარს, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. რამე მაინც მოემზადებინა. სოლიანი კაცი ვარ და გამოდის რომ სახლში მხოლოდ ვსაუზმობ. რა ხდება თარიქ, რატომ მირეგავ? რაც მოისმინე ჩემგან არასაკმარისია? მართალი ხარ ესენ, არასწორად მოვიქეცი მაპატიე. პირდები რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში აღარ ავურებ. მოდი შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვები. რა გითხარი? სანამ ყველაფერში არ გაერკვევი, ერთმანეთს ნუ შევხვდებით მეთქი. ნუ თუ უკვე გაერკვია. საკუთარ თავში კი, მაგრამ სხვა პრობლემებიცაა. მინდა რომ ვისაუზმო, საჭმელი კი არ მაქვს. რა დროს საუზმეა? სენდვიჩი მაინც მქონდეს. ცოლი წავიდა. რა ვქნა? ამ საკითხს მოვაგვარებ. ოფისში შეკვეთა უნდა მიმეტანა. მოდი. კარგი, მოვალ. Peki oğlum neden ამ bunca დეხას zamandır გრძნობას რატომ ალავდი შვილო? Neden açılmadın Bahar'a? არ ვიცი დაო. არ გამომივიდა. ავარიამდე სიყვარული სახსნას ვაპირებდი, მაგრამ ხუმიცით მერე რაც მოხდა. ბაჰარმა მამა დაკარგა, მერე მეხსიერება. შემდეგ ის ადვოკატი გამოჩნდა. იმ ვითარებაში ვერაფერს ვეთყოდი. ხომ გესმით არა? Haklısın oğlum. მართალი ხარ შვილო. Aslında olmazdı tabii. მაშინ ვერ შეძლებდი. Sana şunu söyleyeyim. მაგრამ თუ გაჩუმდები და მხოლოდ მისი ნახვით დაგმაყოფილდები, ვერაფერს მიაღწევ. ძალა უნდა მოიკრებო და ბაჰარს გამოუტყდე რომ გიყვარს. გამოუტყდები, მაგრამ მარტო დარჩენისა და საუბრის საშუალებაც არ გულქონია. ამიტომ ვერაფერი ვუთხარი. Ben baş başa kaldım. ყველაფერს ვიყონებ რომ ბაჰართან შენს გრძნობებზე საუბრის საშუალება მოგეცეს. İstersen önce ben შემიძლია გაგიგო რას ფიქრობს ბაჰარი. იცი, კეთილი მიზნები გამოძრავებთ პამუკანი, მაგრამ თუ ბაჰარმა ჩემი გრძნობების შესახებ უნდა გაიგოს, ჯობს ეს მე გავაკეთო. doğru söylüyorsun. მართალი ხარ. Ben seni sonuna მე kadar კი მხარს დაგიჭერ. İnşallah bu iş იმედია ყველაფერი კარგად იქნება. bir ömür mutlu olursunuz. შენ და ბაჰარი მთელი ცხოვრება ბედნიერები იქნებით. გმადლობთ პამუკანი, ხარდაჭერისა და სიკეთისთვის. Tamam oğlum tamam. არ გინდა შვილო.
დემირ, რატომ გვაჩქარებ? საცოლესთან მედით რო გაგეტარებინა. არა დეიდა, წავიდეთ. მეც მეძინება. ჰაჯერ მოიცადე. გისმენთ აისუნ ხანიმ. ხვალდილით ადრე აქ უნდა იყო, გასაგებია? რა თქმა უნდა, აისუნ ხანიმ. კარგი, ნახვამდის. ხამემშვიდობისა. ჩანთა დამრჩა. არა უშავს, მანქანაში ჩასხედით, მე კი გამოვიტანო. ჩემ გამო დემირი იძულებულია იმ ალქაჩთან ერთად იყოს. აისუნ ხანიმმა მთხოვა, რომ დილით ადრე მასთან ვიყო. ესე იგი სამუშაო შემომთავაზებს. დეიდა, წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ. ჩემი ძმაც მალე მოვა. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის